ერთი შეხედვით თითქოს თავაზიანი ახალგაზრდა ადამიანია, მაგრამ ადამიანია და ამიტომ არასდროს იცი სინამდვილეში როგორია. ვის ელაპარაკობთ? უბრალოდ ვჯორაობთ, როცა იცნობ, ადამიანები საკუთარ საუკეთესო მხარეს აჩვენებენ, მერე სხვანაირები ხდებიან. კეთილი იყო შენი მოსვლა ესმა. ზეინებ, გმადლობ. აქვე ვიყავი. დიდი ხანია არ მინახი ხარ. ვიფიქრე გამომეარა. კარგად მოიქეცი. კარგად მოიქეცი. ნედიმე ხანიმ, შეიძლება ვილაპარაკოთ? ისმა ჩემს სანახავად მოვიდა, შენთან კი არა. რა თქმა უნდა, ძვირფასო ილაპარაკეთ. მე 1000 საქმე მაქვს. შენი საქმეებისგან ყველა ღმერთმა დაიფაროს. როგორც ხვდები, დედა შენზე რაც გვსმენია, სიმართლეა. ყურადღებას ნუ მიაქცევ ესმა. ამაზე არ გვინდა. ადამიანი სამწუხაროდ ოჯახს ვერ ირჩევს. მართალია, ადამიანი ოჯახს ვერ ირჩევს, თუმცა ერთი არჩევანი მაინც გააკეთე. რას გულისხმობ? ქანს. სინამდვილეში ეს ჩემი არჩევანი არ არის. ზეინებ, თვითონ ასე არ ამბობს. ქანს იცნობ? ო, ვიცნობ, თან კარგად. სინამდვილეში მინდა და დღევანდელ დღეზე მომეყოლა და ამიტომ მოვედი. დღეს რა მოხდა? შენი საქმრო ჰალილ იბრაჰიმის გოგოს შეხვდა ჩვენს დაწესებულებაში. ესმა ერთი წუთით ვერაფერი გავიგე. რა ჩემი საქმრო, რა გოგო? რას გულისხმობ? მოდი საკინე, მოდი. რამდენი გიმუშავია. გემრიელად მიირთვი. საკინე. იმ ქანზე კარგს არაფერს ამბობენ. ქემალი შვილს გულისხმობ. და რა თქვეს, ნედიმე? რომ მარტივად ღიზიანდება. მეტისმეტად მკაცრია. შენ მკაცრი კაცები გიყვარს. შენ შვილს არა. მეც ამას ვამბობ, საკინე. იმ ქანმა ზეინებს სახელი რომ აწიოს, ყველაფერი აირება. ისკანდერმა ზეინების ხელი იმისთვის ითხოვა, რომ ყველაფერი არეულიყო. ამ საქმეს ჩავშლიდი. ფიქრეთს გადაუხადონ, მადლობა. სიტყვა მივეცი. დავპირდი, რომ ცხვირს აღარ ჩავყოფ. აუცილებლად ჩაშლიდი. ციხით რომ არ გემუქრებოდნენ, ნედიმე. თუმცა ფიქრეთს მართლა დაპირდი და ამით თავს იმართლებ. შენთანაც არ შეიძლება საუბარი. ვერ დაილაპარაკებ. ესმა დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა. გეუბნები ადამიანი მივუჩინე. მოусმინა. თქვენ წინააღმდეგ გაერთიანდნენ. კარგი. გაერთიანდნენ. დიდი მადლობა. რომ მომიყევი. რას ამბობ? სულ მზად ვარ. ახლა რა სიზამ? არ ვიცი. ალბათ ჰალილ იბრაჰიმს დაველაპარაკები. დღეს თქვენს რესტორანში მოვალთ. რა თქმა უნდა, ძვირფასო. ჩათვალე, ჩემი რესტორანი თქვენია. იმედია, ჩემი მონათხრობი შეგარიგებთ კიდეც. შვილო, დაკრძალვაზე რომ დაგინახე და ვფიქრდი, ლეილამ განქორწინება ხომ არ გადაიფიქრა მეთქი. არა, არ გადამიფიქრებია. შვილო, ქმარს უყვარ ხარ. შეყვარებულ ადამიანებს მარტივად ვცნობ. შენს გარშემო მყოფ მარტოხელ ადამიანებს ნუ მოусმენ. შენს ქორწინებას მიხედე. როგორ ლაპარაკობ, ნესინ? ვინმე მარტოხელა თავისინებით გახდა? რა სჭირთ? პოლიცია მოვიდა. პოლიცია? ნედავ რა ხდება? რა ხდება, კაპიტანო, აქ რას აკეთებთ?
აკრას ვაკეთებთ? მართლა? დაკავებული ხარ და დურსუნ ლეტოს უმკვლელობაში ხარ ეჭვმიტანილი. რა? დიახ, ჰალიჯან. მიდი, პორკილები დაადე. ჩემს ქმარს დურსუნი რატომ უნდა მოეკლა, კაპიტანო? ამას ვინ ამბობს? ამას სასამართლო გადაწყვეტს, ქალბატონო. კარგი, კაპიტანო, სადაც მეტყვით იქ მოვალ. ოჯახის და შვილების თანდასწრებით ასე ხომ არ შეიძლება, არა? კაპიტანო, ბორკილებს არ დავადებთ. ნესიმბეი არ შევგეწინააღმდეგება. ალიჯან, შეასრულე, რასაც გიბრძანებ. ასე არა, უკან შეუკარი. რა ხდება? თითქოს დამნაშავე იყოს, ღმერთო ჩემო. რა სირცხვილია, ბარემ ყელზე თოკიც გამომაბით. უმეწინააღმდეგები ნესიმ. ხილად ალიჯან. ზამოდი. ნესიმ. ნედავ ყველაფერი დავაგდეს. მიდი, წადი. ზეინებ. ხალილ იბრაჰიმი როგორ დავარწმუნო, რომ შეგხვდეს? არ ვიცი, ედანო, რამე საშუალება მოძებნე. უთხარი, რომ საქმე ასე სჭირდება. საჭირო თუ იქნება, ქიმალის ნაცვლად მოვიდეს. სახლიდან უკვე გამოვდივარ. კარგი, დროებით. ზეინებ ჰანიმ. ზეინებ ჰანიმ. სად მიდიხართ, მეც წამოვალ. რა საჭიროა, შოთა? ვინმეს მოკლა, რომ დამჭირდება, მერე წამოხვალ. ასე არ შეიძლება, ზეინებ ჰანიმ. მეც ასე ვფიქრობ. უკვე გითხარით, საეჭვო მანქანას თუ შენიშნავთ, მაგალითად ძალიან დიდხანს თუ იქნება გაჩერებული, საეჭვო ხალხს შენიშნავთ, მაშინვე დამიძახეთ. ოგუს. ერთი წუთით შეიძლება? მოვდივარ ძვირფასო. კარგი. ასაგებია, ასაგებია. რა მოხდა საყვარელო? რაღაც მოხდა. ერთ ადგილას ხალილ იბრაჰიმი უნდა წაიყვანო. მაინც სად? ის ადგილი იცის? ზეინები ქემალის დაწესებულებაში ელის. არ წავა, მართლა არ წავალ, ტყუილად ცდილობ. რას ნიშნავს არ წავა? მაშინ შენ დაეხმარები. არ ვიცი, რამე მოიფიქრე. უთხარი, რომ საქმეა. და ბავშვია, როგორ წარმოგიდგენია ჰალილ იბრაჰიმის მოტყუება? მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, ზეინებიც ხომ არ გვთხოვდა, არა? ამას ვერ გავაკეთებედა. მაშინ ჩემი სურვილი შეასრულე. წინააღმდეგობას ვერ გადავიდან. მიდი. ჰალილ იბრაჰიმ. პოლიციამ ნესიმი დააკავა. მიზეზი? ამბობენ, რომ დურსუნის უმკვლელობაში ადანაშაულებენ, მაგრამ ის რა შუაშია? მეც ვერ გავიგე. ყველა ფიქრეთს ასახელებდა. იქნება ეს ყველაფერი მამის დახმარებით აიშემ მოაწყო. ბოლო დროს ქალები სულ მანდარიან შეკრებილი. ბევრი რამე იციდეოთ. ისკანდერზე არაფერი გაგიგია? როგორც გითხარი, თავის ფულს ეძებს, ყველაფერი გადაატრიალა. მხოლოდ ეს ვიცი. სხვა არაფერი. ასე თუ ეძებს, აუცილებლად იპოვის. უფრო სანდო ადგილი მჭირდება, დაუთ. მიპოვი? სანდო ადგილს. გიპოვი. საქმის კურსში მომყოფე. კარგი. ოღუს? რა დაავალე, ასე რომ გაბედნიერდა? მირჩევნია დაუდის ხაფანგში აღმოჩნდე, ვიდრე სხვების ძმაო. კარგი, მშვენიერია. საქმე გვაქვს, გზაში ვილაპარაკოთ. და რა ხდება, სად მივდივართ? რომ გითხრა მოსაკლავად მიმყავ ხარ მეთქი, არ წამოხვალ?
მიდი ადექი საქმე მაქვს და მინდა ჩემთან იყო. კაპიტანმა ნესიმი დააკავა, განყოფილებაში არ წამოვალ. არა, შვილო, პოლიცია არაფერ შუაშია, მე მაქვს საქმე, მოდი. რა სასაიდუმლოებ, ადექი გზაში მოგიყვები. საჭესთან მე დავჯდები. რა ხდება? არ ვიცი სად მივდივართ. ამ ქვეყანაში არის ადგილი, რომელიც არ იცი? მე საჭესთან ვიქნები. შენ გეგმას მომიყვები. კარგი? ოჯიქი. კარგი, რა გჭირდება? ქმარს რა გადავცე? ეს ოჯახური საკითხია, გაიძიე. მისი ოჯახი მე ვარ. მითხარიდე თუ მნიშვნელოვანია, ქმარს მე გადავცემ. სიამოვნებით მოგიყვებოდი, მაგრამ მე ფიქრეთი მე დამადანაშაულებს. გაიძიე. მამა ჩემი დააკავეს და ახლა შენთან ყურყუტი ღამაკლია. კარგი, თავიდან მეკითხა. რა სასაიდუმლოებ? აიშე, რა ხდება? რა ხდება, შვილო? სახლები შეგეშალა? გონი ეს თქვენი სახლი რამეში მჭირდება? რამე მოხდა, შვილო? მოხდა. ჯერ ფიქრეთს დაველაპარაკები და მერე ის მაინც ყველაფერს მოგიყვებათ. თავისი აზრით გაგვლანძღა. დამლა, შვილო, რა უნდოდა? თქვი? ნესიმი დააკავეს. ნედავ რა მოხდა? ფიქრეთი რა შუაშია? წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ მასთან როგორც ოჯახის უფროსთან დასალაპარაკებლად მოვიდა. ფიქრეთ, პოლიციამ მამა დააკავა. თან შენი დანაშაულის გამო. რა დავაშავე, აიშე? თავს ნომაჩვენებ, თითქოს არაფერი იცი. შენ სულ თქვასაც კი ვცნობ. აიშე, ნორმალურად ამიხსენი, რა ხდება და მე იქნებ დახმარებაც ვთხოვო. მამას დურსუნლეთოს მკვლელობაში ადანაშაულებენ. ყველამ ვიცით, რომ მამა არაფერ შუაშია. ეს შენ ბრძანე. შეგიძლია ციხეში ვინმე სხვა გაუშვა. ან დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. მოკლედ რაც გინდა ისქენი. მამა იქიდან გამოიყვანე. ასაკშია. იქნება უბრალოდ დასაკითხა დაიყვანეს. არაფერი იცი და მადანაშაულებ. თან აქ სკანდალს აწყობ, აიშე. სკანდალი ჯერ არ მომიწყვია. ნუ მაიძულე პოლიციაში წავიდე და ყველაფერს მოუყვე. მამას ხელბორკილი დაადეს. კარგი. კარგი, სახლში წადი. აიშე, პირდები, კარგი? პირდები. ყველაფერს გავაკეთებ. გავდივართ, მანქანები მოამზადეთ. ფიქრეთ, ბეი. საით, უსაფრთხოების გამო გასვლა ხომ არ გინდოდათ? უსაფრთხო ადგილას გავდივართ, პოლიციაში. ნესიმი დურსუნ ბეის მკვლელობის გამო დააკავეს. ბრალს თავის თავზე აიღებს? სისულელეს ნუ ბოდიალობ, შოთა. ჩვენ არაფერ შუაში ვართ. არც ნესიმი. ჯავშან ჟილეტი ჩაიცვით? ყოველი შემთხვევისთვის. გზები საშიშია, ხომ იცით? ფიქრეთ, ბეი. შოთა, შენ საქმეს მიხედე. შვილო. არ მომიყვები რა მოხდა? შვილო.
სადღაც იყავი და არაფერს მეუბნები. რა მოხდა? İskender'e gittim. ისკანდერთან ვიყავი. რატომ? Bana geldi. ხო, ამასთან მივსულიყავი და Babanı kim? მეტყო და მამა ვინ მოკლა. მერე? Haklı çıktı. მართალი იყავი. ფიქრეთი იყო. მე არ დამიჯერე. იმან ისეთი რა გითხრა რომ ენდე. Şahit. მოწმე ხავს. ფიქრეთმა ლეილას უთხრა რომ ეს მისი გაკეთებულია. ლეილამ კი უპასუხა დედა, Ben şimdi ფიქრეთს როგორ ვესროლო? ფიქრეთს მამა შენისთვის არ უსვრია შვილო. ახლა თავისუფალია. შენც ასე ჭკვიანურად უნდა მოიქცე. ისკანდერმა ეს მამა შენის გამო არ გააკეთა. illa რა თქმა უნდა. benimle ჩემთან კავშირის შენარჩუნება უნდოდა. ხო და? ასეც ვიზამთ. კავშირი ყველასთან გვიქნება რომ მამა შენისთვის შური ვიძიოთ. ამ ოჯახმა იმდენი დააშავა. საკმარისია. გახსოვს ფიქრეთმა რა თქვა? მე თუ მოუკვდები, ოჯახის მეთაური დურსუნი იქნებაო. და მასაც თუ რამე მოუვა, მაშინ იავუზიო. ისე იქნება როგორც ფიქრეთმა თქვა. ყველაფერს შენ მიხედავ. რა ხდება, კაპიტანო? აქ რატომ მომიყვანე? იმიტომ არა რომ შენი შვენიერის სახით ვარ აღფრთოვანებული. გადასარჩენად მოგიყვანე. ისე აქ არავინ ისმენს და არც უყურებს. შეგიძლია რამდენიც გინდა იწუწუნო. სახელმწიფომ ბორკილი აქ მოსაყვანად დაგადო, ამიტომ შეურაცხყოფილი ხარ, არა? კაპიტანო, დურსუნის სიკვდილი ჩემს ავტორიტეტზე აისახება. ჩემი მეგობარი რატომ უნდა მომეკლა? სხვა მიზეზი უნდა გეპოვნათ. გასაგებია? გართან დაქირავებული მკვლელები იცდიდნენ. მაშინვე მოკლავდნენ. შენ კი მაინც წუწუნებ. გართან თუ იდგნენ ისინი დაგეკავებინა, რაღა მე მომადექი. ესი, სხვა დაქირავებულ მკვლელებს ვეღარ იშობიდნენ? შენს გართან უნდა გვემორიგება? აქ გამოიძინე. სახლში ამდენმა ლაპარაკმა არ დაგღალა? ისე დამღალა, კაპიტანო. ისე დამღალა, რომ ჩემი მოკლა ვის უნდოდა. მინდა ვიცოდე, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. შენი ერთადერთი მეგობარი მე ვარ. ტრებს კი ვერც ჩამოვთვლინესიმ. კარგი, ცოტა ხანს იფიქრე. რაზე, კაპიტანო? არ ვიცი იმაზე, სახელმწიფოს როგორ დაეხმარო. რამეს თუ მოიფიქრებ, შემატყობინე. კიდევ მოგინახულებ. ხელბორკილი გაუკეთეთ. კაპიტანო, ფიქრეთ ლეტო მოვიდა. თქვენს კაბინეტში შევიყვანე. იმედია არაფერი შეგითავაზებია. არა, კაპიტანო, თქვენ გარეშე როგორ? ოჩახ. რა უნდა? იკითხა ადვოკატი ხომ არ დასჭირდებოდა შემდგომისთვის. კარგი. დაჯექი ფიქრეთ, დაჯექი. კაპიტანო, რაღაც გაუგებრობაა. გვეგონა დურსუნ ლეტომ თავი მოიკლა, თქვენ კი ნესიმი დააკავეთ. არა და შენ უნდა დამეჭირი, არა? ამის სათქმელად მოხვედი?
არა, ამისთვის არა, მაგრამ ვერ გავიგე. ნესიმი რა შუაშია, კაპიტანო? დურსუნთან წლებია მეგობრობს. იმის მიუხედავად ჩემს ცხოვრებაში რა მოხდა, ისინი ერთმანეთს არ მტრობდნენ. ნორმალური ურთიერთობა გქონდათ. შენი გადასაწყვეტი არ არის მტრობდნენ თუ არა. ფორმა ჩვენ გვაცვია, საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და კითხვებს ჩვენ ვსვამთ. თუ არაფერ შუაშია, გავუშვებთ. თუ დამნაშავეა, მაშინ სასამართლო გადაწყვეტს ყველაფერს. გავიგე, კაპიტანო. ანუ ადვოკატი დასჭირდება. თავს თვითონ დაიცავს. შენმა ყოფილმა სიმამარმა ადვოკატზე უარი თქვა. მისი ნახვა თუ გინდა, შეგიძლია კარიდან შეხედო. მინდა, თუ შეიძლება. კარგი, წამოდი. ალიჯან. დიახ, კაპიტანო. ფიქრეთ ბეი ყოფილ სიმამრს შევახვედროთ. მისგან მოისმინოს, რომ ადვოკატზე უარს ამბობს. გასაგებია, კაპიტანო. გმადლობ, კაპიტანო. შეგაწუხეთ. თხოვთ? ფიქრეთ? აქ რას აკეთებ? ადვოკატზე უარი რატომ თქვენესი? შეურაცხყოფილი ვარ, ფიქრეთ. თუ სახელმწიფო დურსუნის მკვლელობაში მადანაშაულებს თავს თვითონ დავიცავ, ადვოკატი არ მჭირდება. ნესიმ სიბრაზისგან რამე წამოგწდება და მერე უარს ვეღარ იტყვი. მე აქ არაფერი მემუქრება, ფიქრეთ. თავს მიხედე. კარგი. სახლში რა ვთქვა? თქვი რომ ცოტა დასვენება მინდა. აიშე მოგვიგდე ის კი არასოდეს ჩუმდება, ძალიან დამღალა. კარგი, მაშინ დაისვენე. სახლს მე მივხედავ. აშკარაა რომ ამ საუბრის გადატანა მომიწევს. გონი კარგად ვერ გაიგეთ. ჰაერშიც კი არ გაუსურიათ. არც არავინ გაგიდებია. რას ნიშნავს ფულს ვერ დააბრუნებთ? კან ჩვენ არაფერ შუაში ვართ. საიდან უნდა გწოდნოდა რომ პოლიცია მოვიდოდა და წაიყვანდნენ? ეს საქმე საერთოდ არ მინდოდა, მაგრამ ახლა რა ვქნათ, იეჰია? პირობა შეასრულებ? ძმაო, ჯერ გამოუშვამ და მერე პირობასაც შევასრულებ. თუ ციხეში გაუშვებენ, იქაც რამეს მოვიფიქრებთ. და კანს უთხარი, ციხეში რა ტარიფია? არა, ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია. დამცინით თუ ფულის დაცინცვლას ცდილობთ, ძმაო მუსა? ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოთ. მამაჩემი ჩემსავით არ გაიცინებს. გასაგებია? უნდა გაიცინოს. უნდა იტიროს. ასეთი საქმეები სხვანაირად არ კეთდება, შვილო. ორივეს გეუბნებოდით, მაგრამ დამიჯერეთ? ისკანდერს მოკითხვა გადაეცი. ვინმესთვის სტროლა თუ დაგჭირდათ, იეჰია ყველაფერს გააკეთებს. შეუძლია ნესიმის ნაცვლად ვინმე სხვა მოკლას. მეც ვერაფერს გეტყვით. წერტილი. არა, მამაჩემი რა შუაშია? ყველამ ვიცის ვინაა მკვლელი. ეს ფიქრიც პირშიც ვუთხარი. უარყოფს, მაგრამ მოუძევს პასუხი აგოს. ასე აიშე, მაგრამ ფიქრეთ შეუძლია სხვას გადააბრალოს. არც ისე ადვილი იქნება. დამლას რას ეტყვის? რომ მამამისი მოკლა? შეიძლება საყვარელი ადამიანი არც გაწიროს, შვილო. უამრავი წავა ციხეში ფულის გამო. არ ვიცი. მამაჩემი იქიდან დაიხსნას და ვინც უნდა ის გაუშვას. თუმცა რამეს მაინც მოვიფიქრებ მის გასამწარებლად.
ნამდვილად მოვიფიქრებ რამეს. აიშა, სჯობს ეს თქვა ფიქრეთის სიცოცხლეს რაში გაცვლი. ადრე ტკივილს ვაღენებდი. გიждდებოდა, როცა ვინმე უბრალოდ მიყურებდა, სკანდალს აწყობდა. მაგრამ ახლა ეს წარსულშია. მას ტკივილს მხოლოდ ის მიაღენებს. მისი შვილები მამას თუ სხვას დაუძახებენ. აიშე, ამაზე ვინ ძავა? შენ შვილებს მამობას ვინ გაუწევს? მე? მე შემეძლია ყველას მამა გავხდე. ისკანდერ ბეი, რა კარგია რომ არსებობთ. რთულ წუთებში ადამიანების დამშვიდება კარგად გამოგდით. აიშე, გულწრფელად გეუბნები. ეს როგორ? აქ ზეინების მანქანას რა უნდა? ძმაო, რაღაც სერიოზული უნდა გითხრას. უკანასკნელი ადამიანი ხარ, ვისგანაც ხაფანგსველი. ძმაო, ახლა ეს კარგი საქციელია? რაღაც საქმიანი უნდა გითხრას. და ეს ვინ თქვა? რა მნიშვნელობა აქვს? მიდი, შედი. შენ და ედანური საღამოს არსად წახვიდეთ. უნდა ვილაპარაკოთ. კარგი ძმაო, შენს მადლიერებას მოვისმენთ. მოვიდა, მე წავალ. გამარჯობა. გამარჯობა. რა მოგართვათ? მადლობ, არაფერი. ორი ჩაი მოგვიტანე ესმა. ახლავე. რა მოხდა ზეინებ? დილით არაფერი გითქვამს, სახლში მიხვედი, რაღაც გაგახსენდა და გამომიძახე? თან დახმარება სხვებს თხოვე. გასაგებია, მიდი, მითხარი. რაღაც გავიგე და მინდა და გამიზიარებინა. ვიცოდი სხვების დახმარებით თუ გადმოგცემდი, არასწორად გაიგებდი, ამიტომ ახლობლებს დახმარება ვთხოვე. რა მოხდა? მადლობ. გემრიელად მიირთვით. მაშასე. გისმენ. შენ შეყვარებულს ენდობი? ეგ შენ გეხება? უბრალოდ მაინტერესებს. მართლა ენდობი თუ ეს ისევ თამაშია როგორც ყოველთვის? მიპასუხე. ვენდობი ზეინებ. რატომ არ უნდა ვენდო? ასეც ვიცოდი. საწოლში რატომ უნდა ჩაიწვინო ადამიანი, ვისაც არ ენდობი, არა? ზეინებ, იტყვი? თუ ჩემ შეურაცხყოფას გააგრძელებ. მითხარი. სიმართლის თქმა მინდა და არა შეურაცხყოფა, ხალილ იბრაჰიმ. მაშინ თქვი. ანუ არ იცი რომ აქ დღეს დიდემი და ქაანი შეხვდნენ ერთმანეთს? ვინ გითხრა? ესმამ. დაწესებულების მფლობელის შვილმა. ალბათ დამთხვევაა. შემთხვევით შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მერე რა მოხდა? 45 წუთი ლაპარაკობდნენ. და რაზე ზეინებ? შენზე და ჩემზე, ხალილ იბრაჰიმ. ის კი არა დიდემმა ქაანს უთხრა, რომ შენს ყოველ ნაბიჯს შეატყობინებს. ამ მაგიდების ქვეშ მიკროფონებია? საიდან იცი? ესმამ ადამიანი მიუსვა. იგრძნო რაც ხდებოდა. ჩემი მეგობარი გულუბრყილო არ არის. მაშინ მეიეჭვა. მარტო მათი დადოვება არ უნდოდა. ესმა. შეგიძლია მოხვიდე? გისმენთ? დიდემმა ქაანს უთხრა, რომ ჩემზე ყველაფერს შეატყობინებდა? ზუსტად ასე უთხრა.
ქანი კი ზეინების ყველა ნაბიჯს დააგვირდება. ისიც ყველაფერს დიდემს შეატყობინებს. ალბათ დიდი ხანია ორივე მიცის, რომ აქ ხვდებით. მადლობ. ახლა დარწმუნდი, რომ არ გატყუებ. რას აპირებ? ისი ამბობ თითქოს ეს ქანი შენ არ გამოაძვრე საიდანღაც. მარტო ქანი არა, ორივე. გეთანხმები, მაგრამ შენც აღიარე. შენი შეცდომები ძალიან გთხოვ. ზეინებ, აქ ვიყავით და გემუდარებოდი. გეუბნებოდი, რომ ეს ისკანდერის გეგმაა. გთხოვდი მის ხელში ინსტრუმენტად არ ქცეულიყავი. ახლა კი მეუბნები შეცდომები ვაღიარო? რა მნიშვნელობა აქვს რას ვაღიარებ, თუნდაც ყველა შეცდომა იყოს. შენ გაგვანადგურე. ახლა კი ნდობაზე მელაპარაკები. მინდოდა არავინ დასარალებულიყო. ჯერ კიდევ ასეა. არ მაინტერესებს ბედნიერი ვიქნები თუ არა. ვიღაც შენს წინააღმდეგ რაღაცას გეგმავს. არ მინდა რამე მოგივიდეს. თავს გაუფრთხილდი. ზეინებ, დროებით ესმა. რა ფული? შვილო, როგორ შეიძლება ისკანდერის ნომრად დაპატიჟა, როცა მამა შენი დაჭერილია? აბა რა მექნა? ადამიანმა მძიმე დროს დახმარება შემომთავაზა. მადლობა გადამეხადა და გამეშვა? არა, შენთან ურთიერთობა შეუძლებელია. მამა შენი რომ გამოვა, უნდა წახვიდე. რას ხლარ თავაიშე? არაფერს საყვარელო. ისკანდერმა თავაზიანად შემომთავაზა ჩემი და ჩემი შვილების დაცვა. შენი შვილები დაუცველები არ არიან. მათი მამა ჩემი ძმაა. მე კი ვამბობ, რომ მამა არ არსებობს. აიშე, გონია ჩემი ძმა ისკანდერზე გათხოვების უფლებას მოგცემს? თავის დას ქანზე გათხოვებაზე უარი უთხრა? რა უფლები ჩაერევა ჩემ საქმეში? ყველაფერი ისედაც ჩახლართულია. უბრალოდ გაფრთხილებ, რომ არაფერი დაგიშავდეს. რატომ? ჩემს თავსაც მოაკვლევინებს? მიდი. ხო, ჩახ. მიდი. ვიგებ. მიდი. მიდი, ვიგებ. მამა ჩემისგან რამე სიახლეა, ფიქრეთ. გამარჯობა. ქუჩაში ვილაპარაკოთ? შემოდი. ისკანდერი და გამზე აქ არიან. მამა ჩემზე გაიგეს და მოვიდნენ. ისკანდერი? ის რა მამა შენი შვილია? აქ რა დარჩენია? ფიქრეთ, თუ სიამოვნებას თუ არ შემიქმნი, შემოდი. მოვიგე. რა კარგი შვილები გყავს, ფიქრეთ. მამა, შვილო? მოდი, შემომახტი პრინცესა. რა ხდება, ისკანდერ? აიშემ სადილზე დაგპატიჟა და არ გვინდოდა გვეწყენინებინა. ბიძიან ნესიმიც არ არის. სახლში მარტო ხომ არ იქნებიან. ძმაო, გამარჯობა. ლეილა, ძმისშვილებით წამოიყვანე და მანქანაში ჩაჯექი, ახლა ვემოვა. ერთი წუთით ბავშვები სადმი გყავს? ერთმანეთი მოგვენატრა და ერთად წავალთ. მოგვენატრენ. ტელეფონი წაიღე და მანქანაში ჩასხედით. წამოდით, წავიდეთ. ზუჰალი სად არის? თავი ატკიბდა. ოთახშია.
მამას ამბავს ენერვიულობს. პოლიციაში რამე გითხრეს? იმედია ტყუილად არ ყოფილ ხარ. Fikret, ფიქრეთ, ne bu halin? რა გჭირს? Nesime bir şey. ნესიმს რამე მოუვიდა? Nesim baba. ნესიმი კარგადაა. თქვა არც დამირეკოთ და არც მომაკითხოთ. კარგად ვარ და გამოსულას არ ვაპირებო. რას ნიშნავს? ეს შესაძლებელია? Olur. შესაძლებელია. Dediğine göre. შენ მაყბედომამ დაღალა. Ondan da sıkılmış. ადამიანი შენგან დასასვენებლად მზად არის ციხეშიც კი იჯდეს. Bile razı. Ya ben bu დურსუნის შესახებ ვერაფერი გავიგე, ფიქრეთ. herkes ყველა ამბობს, რომ ეს შენი გაკეთებულია არა და ნესიმი დაიჭირეს. Biz bu mevzuları hanım. ასეთ საქმეებს ქალებთან არ განიხილავენ, ისკანდერ. Ha yine de თუ რამე გაინტერესებს, მოდი და მკითხე. gel benim. ყველაფერს მოგიყვები. Gideririm ben merakına. გასაგებია? ya vallahi არ ვიცოდი თაფლობის თვე გაქვთ თუ გლოვის, ამიტომაც არ მოვედი, მაგრამ gelmedik. თუ გინდა მოვალ, İstersen gelirim tabii. რატომაც არა. Ben gelmeyeyim. Ben რაც მინდოდა გითხარი. çocuk ბავშვები ცოტა ხანს ჩემთან იქნებიან. Ay vallahi haklı. მართალი ხარ აიშე? Yani Fikret. ფიქრეთი გაცოფდა. Ya baksana. არაფერი ხდებოდა. Yok, yumurta არა yok. და ბავშვები წაიყვანა და წავიდა. ლეილას წაიყვანა. ახლა დაგითხავს, მერე კი კატასტროფა დაიწყება. აი ნახავთ. Ya ეს ფიქრეთი კარგი ბიჭია, მაგრამ გრძნობებს ვერ აკონტროლებს, ამიტომაც წააგებს. შეხედე, შენც კი დაგკარგა აიშე. ასე არ არის? seni bile შენც ვერ შეგინარჩუნა. bu Kaan'ı başımıza... ზეინებ აქ ვიყავი და გემოდარებოდი, გეუბნებოდი, რომ ეს ისკანდერის გეგმა იყო. თხოვდი მის ხელში ინსტრუმენტად არ ქცეულიყავი. ახლა კი მეუბნები შეცდომები ვაღიარო? რა მნიშვნელობა აქვს, რას ვაღიარებ, თუნდაც ყველა შეცდომა იყოს. kabul etsem. Yap. შენ გაგვანადგურე. ახლა კი ნდობაზე მელაპარაკები? ქან? რა მოხდა? გაფრთხილებდი ჩემს გაუფრთხილებლად იმ კაცს არ შეხვედროდი. ხომ მithველთვალებ? ვიფიქრე მაინც გაიგებდი და არ შეგატყობინე. Zeynep. ზეინებ, Bu konu fazla... ეს საქმე ძალიან გაიწელა. ერთი და იგივეს ლაპარაკი მომბეზრდა ამ კაცს. Bu adamla... აღარასოდეს შეხვდები. Anladın mı? გასაგებია? და შენ რომ ამ კაცის შეყვარებულს ხვდები? Ben მას შემთხვევით გადავეყარე. სულ სხვა რამეა. ქან, მოდი ასე მოვილაპარაკოთ. ბრძანებლურად აღარ დამელაპარაკო. რაღაცებს ნუ მიგრძალავ. სხვა დროს სხვანაირად დამელაპარაკე. Sen benimle daldın. ახლა დამცინი? თუ ჩემს მოთმინებას ცდი. ქან, რა შრები? ხელი გამიშვი. სად არიან? მამიდა, მავედით. Zeynep. ზეინებ, Gel. წამოდი. Bak şimdi. ნახე შენ სანახავად ვინ მოვიდა. Özel- მამი და მოგენატრათ? მოგვენატრა. Hadi. Hadi. ხო და მიდით ჩაეხუტეთ. Hadi. მიდით. როგორ მომენატრათ? მოდით. ჩვენც მოგვენატრე. რა კარგია რომ მოხვედით. Hadi bakalım geç. სამზარეულოში წადით, ნახეთ საქინედეიდამ თქვენი შეკვეთები თუ დაამზადა. მიდით. Geçin. წავიდეთ, ბავშვებო. ცოტა ხანს მამიდასთან იყავით, მე კი ქანს დაველაპარაკები. Ben de Kaan'la... რა ხდება ძმაო? Hayırdır birader? ამ სახლში მოსვლის უფლება Sen ვის თხოვე? kimden izin aldın da geldin benim... Ar metqvi? kapı? ჩემი საწოლის ნახვა მინდოდა, ნათესავო.
არ შეიძლება? Var არ შეიძლება, ძმაო. var. არ შეიძლება. მე და ზეინებს რაღაც მნიშვნელოვანზე უნდა გვესაუბრა. Telefonla ხო და ტელეფონით ისაუბრეთ და ჩემს გაუფრთხილებლად Bir daha da აქ benden ნუ haber ღარ მოხვალ. verme. Olur fikret. კარგი ფიქრეთ, Bundan სახლს გარეთ შევხვდები. Kaan, კან, onu da ამასაც შემატყობინებ. ზეინები იმას თუ გატყობინებს, ყოფილ ქმარს როდის ხვდება. veriyor. მატყობინებს. ესე იგი ისიც იცი, რომ დღეს შეხვდა, არა? Biliyorum. ვიცი. Nerede მაშინ დღესაც შეხვდა. Kaan, კან, bu kız თქვენ იცოდით ეს გოგო ვინ იყო? ისიც იცოდით, ვისი ყოფილი ცოლია. talip მაინც ითხოვეთ. მეტიც Şimdi მოითხოვეთ. ახლა თუ აღარ გინდა, შეგიძლია უარი თქვა და ყველაფერი დამთავრდება. იმედია გასაგება დავხსენი. უარს არ ვამბობთ, ძმაო, ფიქრეთ, მაგრამ ჩვენთვის მოცემული სიტყვა უნდა შესრულდეს. არ ვიცი გასაგებად თუ ავხსენი. გონი ამდენ ხანს არ უნდა გაგვეჭიანურებინა. ქორწილი დავაჩქაროთ. შენსავით. გაფრთხილებდი ჩემს ზურგს უკან, არაფერი გაგეკეთებინა დიდემ. შენ ზურგს უკან არაფერი გამიკეთებია. ესმასთან ერთად ვიჯექი და კანი მოვიდა. ესმამ გამაფრთხილა ზეინებს მოვუყვებიო. მეც დავთანხმდი. მინდა და შენთვის თვითონ მომეყოლა. მაგრამ ზეინებ ხანი მამაჯობა და დამასრო. ახლა კი მე იმ ადამიანად ვიქეცი, ვინ ზურგს უკან რაღაცას ხლარდავს. ანუ ადამიანი მოდის და გეუბნება ჰალილ იბრაჰიმის ყველა ნაბიჯი შეატყობინო და შენც თანხმდები, არა? არ დავთანხმებულ ვარ. და რაკენი, გააგდე? სახეში შეაფურთხე? მე ვერ ვნახე და აქ ვინმე სხვას უთხარი? ვუთხარი. ბიძიეს ვუთხარი. მან კი მირჩია შენთვის მომეყოლა, როცა დაბრუნდებოდი. ის კი ქანს დაელაპარაკებოდა. შეგიძლია მენდო ჰალილ იბრაჰიმ. ზეინები მალე ოჯახს შექმნის. თქვენ კი ჩემი ერთადერთი ოჯახი ხართ. იმის მიუხედავად, რომ არავის მოვწონ ვარ. შენ ჩემი ერთადერთი სიმართლე ხარ. იცი რა? შენც თუ იგივეს არ გრძნობ? შენი ერთადერთი სიმართლე თუ არ ვარ? მითხარე. და ვეღარ ვნახავ. დიდემ, ყველაფერი ერთად ხდება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა. ეს სიყვარულზე მეც ნიშნავს. შეიძლება ვინმე გიყვარდეს, მაგრამ ერთ დღეს ეს ყველაფერი მთავრდება. თუმცა თუ ადამიანს ენდობი, ეს ურთიერთობა მთელი ცხოვრება გრძელდება. შენ ახლა გაინტერესებს მიყვარხარ თუ არა? არასწორი რამ გაინტერესებს დიდემ. საქმე ის არის, შემიძლია თუ არა გენდო. გასაგებია? შეგიძლია ყველაფერში მენდო. შენ ზურგს უკან არაფერს გავაკეთებ. შუა გზაზე მარტო არ დაგდოვებ. Otur Leyla. დაჯექი ლეილა. Konuştum mu? დასელაპარაკე? ის კანი აუტანელია. არაფერი უთქვამს, მაგრამ მაჯა ჩალურჯებული აქვს. ჯანდება. სად აღმოჩნდით? Hangi birinden? რომლით დავიწყო? რომლითაც გინდა ძმაო. ის ისქანდერი აი შესებრანჯება.
ისიც არ არის წინააღმდეგი. შენი აზრით ბავშვები რატომ წამოიყვანე? ძმაო, ბავშვების გამო აქ დავრჩები. თუმცა მხოლოდ ერთი ღამით, კარგი? უფლებას თუ მომცე, მაჯობებს იმ სახლში დავრჩე. დედაც არ იქნება რთულ მდგომარეობაში. Olur. კარგი, კარგი. Olur da. Sen bu Yavuz konusunda... იავუზე რას ფიქრობ? Nasıl? მამა მოუკვდა, ამიტომ ძალას არ ვადან, მაგრამ არ გადამიფიქრებია. ისევ ვფიქრობ. Bak Leyla. ლეილა. იავუს გონებას დედამისი ურევს. Şu an ახლა თუ Yavuz'un ფეხებში konusunda მომედება, işleri ყველაფერს zorlaştırır. კიდევ უფრო აურევს. კარგი ძმაო, შენ გამო კიდე ცოტას მოვითმენ, მაგრამ სულ ესაა. უკან არ დავბრუნდები. Şimdi ჯერჯერობით ესეც საკმარისია.